რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინაში 3 წლის განმავლობაში, როგორც გითხარით, ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით მოქალაქე კი დევნილად აქცია. გაეროს ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად 13000-მდე მოქალაქე არის დაღუპული უკრაინაში 3 წლის განმავლობაში, თუმცა ეს მონაცემები უკრაინული მხარის ცნობით არ ასახავს იმ ზუსტ სურათს, რაც ხდება ქვეყანაში, რადგან არ არის აღრიცხული იმ მსხვერპლთა რაოდენობა, რომელიც დაიღუპა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ქვეყნის მეხუთედი 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ ჯამში არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. კრემლის სისასტიკე განსაკუთრებით ახსოვთ ბუჩაში, კიევის რეგიონში, სადაც ასობით ადამიანი სასტიკად მოკლეს და ამის შესახებ ცნობები და კადრები მთელი მსოფლიოს განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ომის პირველი თვეების განმავლობაში. ომმა ასევე სერიოზული ინფრასტრუქტურული ზიანი მიაყენა, დაზარალი მიაყენა უკრაინას. ათობით და შეიძლება ითქვას ასობით დასახლება არის სრულად გაანადგურებული, მათ შორის მარიუპოლი და ქალაქი ბახმუტი, რომელიც სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგენს უკრაინისთვის, მიწასთან არის გასწორებული. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით 10 წლეულები დასჭირდება და მილიარდობით ევროს ოდენობის თანხის დახარჯვა იმისათვის, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურას, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სამხედრო ინფრასტრუქტურა აღდგეს სრულფასოვნად. მიუხედავად რომ რუსეთი დღემდე არ აღიარებს, რომ ის აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში და ამას ეძახის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რუსეთს აქვს დიდი დანაკარგი ამ ომის განმავლობაში და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით 10 წლის განმავლობაში საბჭოთა ჯარს ავღანეთში იმდენად არ განუცდია არც ცოცხალი ძალის დანაკარგი, როგორც ეს მოხდა უკრაინაში უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში.